სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების ხელშეწყობითა და ჩართულობით მასშტაბურ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას იწყებს. ოლიმპიურ შეჯიბრებებში 11 ქალაქის სკოლის გუნდები ჩაერთვებიან. სასკოლო გუნდები ერთმანეთს სპორტის 4 სახეობაში, კალათბურთში, მაგირის ჩოგბურთში, მინიფეხბურთსა და ძლეოსნობაში შეეჯიბრებიან. შეჯიბრებები გაიმართება მხიარულ სტარტებში. ოლიმპიადა 15 მარტს მცხეთაში საზეიმოდ გაიხსნება, ხოლო ფინალური თამაშები დაგეგმილია ანაკლიის მომავლის ბანაკში, სადაც სპორტულ შეჯიბრებებთან ერთად კულტურული და გასართობი ღონისძიებებიც გაიმართება. პროექტის სპონსორია კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ დღესვე გამოაცხადა კონკურსი, რომელიც სპეციალურად სასკოლო სპორტული ოლიმპიადისთვის დევიზის მოფიქრებას ითვალისწინებს. არამხოლოდ სპორტის ხელშეწყობა, არამედ ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სამართალ ჯამში თანხმობა. ეს არ არის ერთჯერადი ინტერვენცია, პროგრამა არის გრძელვადიანი, ვიწყებს საპილოტო რეჟიმში და მოვიცავთ ყველა სკოლას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველოს ყავდეს განათლებული და ჯანსაღი მომავალი თაობა. ამიტომაც ჩვენ სიამოვნებით მივიღეთ შემოთავაზება, რომ ჩავერთოთ ამ გრანდიოზულ პროექტში. მართლაც უპრეცედენტოა ეს მასშტაბურობით, იმიტომ რომ ჩვენი სურვილია, რომ უკლებრივ ყველა სკოლაში შევიდეს სპორტული აქტივობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი ცხოვრება და ჩვენ გამოკვლევები ჩავატარეთ, სადაც თვალნათლივ გამოჩნდა ყველა რეგიონში, მოსწავლეებში, მოსწავლე ახალგაზრდებში ჩვენ სპორტული აქტივობების ნაკლებობა.